შაირობა ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სამაგიდო თამაშების ერთობლიობაა, რომელიც 12 და უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მისი თამაში როგორც 2, ისე ერთდროულად 8 ადამიანს შეუძლია. თითოეული პარტიის ხანგრძლივობა 10-დან 30 წუთამდეა. თამაში ბანკოს ტიპის ბარათების 2 დასტაა. ერთზე მიხაიზიჩის ილუსტრაციებია აღბეჭდილი, მეორეზე კი ამ ილუსტრაციების შესაბამისი სტროფები. თითოეულ ილუსტრაციას პოემის 3 სტროფი შეესაბამება, რომლებიც თავის მხრივ სპეციალური სიმბოლოებითაა აღნიშნული: ვარსკვლავით, თვარითა და მზით. ილუსტრირებულ ბარათზე დატანილია ასომთავრული ამბანის ერთი სიმბოლო და ციფრი. ტექსტის შემცველ ბარათებზე ასომთავრულთან ერთად მხედრული ასოებიცაა დატანილი. მოთამაშეებმა სწორედ ასომთავრული ასოებით უნდა დაადგინონ კავშირი ილუსტრაციასა და მის აღმწერ სტროფებს შორის. თამაშის მიზანი ოპონენტებზე მეტი ქულის დაგროვებაა, რაც ბევრი ილუსტრირებული ბანკოს დასაკუთრებითა და შეძლების დაგვარად გრძელი სიუჟეტური ხაზის აწყობითაა შესაძლებელი. ერთი ილუსტრირებული ბანკო 5 ქულის ტოლფასია. სიუჟეტური ხაზის გაგრძელებისთვის კი მოთამაშეს დამატებით კიდევ 5 ქულა ერიცხება. ილუსტრირებული ბანკოს წაღება შეუძლია იმ სტროფიან ბარათებს, რომლებიც ამ ილუსტრაციას აღწერენ. მათ ერთნაირი ასომთავრული ნიშანი აქვთ. ასევე მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერი ილუსტრირებული ბანკოს წაღება იმ ბარათით, რომელსაც გულის სიმბოლო ახატია. ასეთი ბარათი თამაში მხოლოდ 6-ია. მხოლოდ გულის სიმბოლოიანი ბანკოთია შესაძლებელი თამაში არსებული 2 ყველაზე მაღალქულიანი, 25 ქულიანი ილუსტრაციის წაღება. თუმცა ილუსტრაციას, რომელზეც რუსთაველის მიერ თამარ მეფისთვის ვეფხისტყაოსნის მირთმევის სცენა ასახული და აწერია ციფრი 1, მოთამაშე მხოლოდ იმ გულის ბანკოთი წაიღებს, რომელსაც ილუსტრაციაზე არსებული 3 ასომთავრული ასოდან ერთ-ერთი მაინც ემთხვევა. ანალოგიური წესი ვრცელდება უკანასკნელ 29 ილუსტრაციაზეც. თამაშის დაწყების წინ ორივე დასტა კარგად უნდა აიჩეხოს. სტროფებიანი დასტიდან მოთამაშეებს 6-6 ბანკო ურიგდებათ. ილუსტრირებული დასტიდან კი 4 ბანკო მაგიდის შუაგულში უნდა ამოტრიალდეს. ვიდრე უშუალოდ თამაშზე გადავლენ, მოთამაშეებმა საკუთარი ბანკო უნდა გადაამოწმონ. თუ ხელში ერთნაირ ასონიშნიან სტროფებს აღმოაჩენენ, ერთ-ერთი მათგანი უნდა გამოცვალონ. თამაში ვარსკვლავის, მთვარისა და მზის სიმბოლოიანი ბანკოები ერთმანეთზე წრებრუნვით ზემოქმედებენ. ვარსკვლავის გაჭრა შეუძლია მთვარესაც და მზესაც. მთვარეს ჭრის მხოლოდ მზე. მზეს კი ჭრის მხოლოდ ვარსკვლავი. ამრიგად, თუ მოთამაშეს ხელში ერთი და იმავე ასონიშნიანი 3 სიმბოლოიანი ბარათი აღმოაჩნდება, ნებისმიერი 2 უნდა ჩატეხოს, გამოცვალოს. თუ აქვს ვარსკვლავი და მთვარე, სჯობს დაიტოვოს ვარსკვლავი. თუ აქვს ვარსკვლავი და მზე, სჯობს დაიტოვოს მზე. თუ აქვს მთვარე და მზე, სჯობს დაიტოვოს მთვარე. ბანკოს დარიგების შემდეგ პირველი სვლის უფლება დამრიგებლის მარცხნივ მდგომ მოთამაშეს ენიჭება. შემდეგ კი სვლა საათის ისრის მიმართულებით გადადის. თუ პირველი დარიგებისას მაგიდაზე არსებული 4 ილუსტრაციიდან ვერცერთი ვერ გათამაშდა, ილუსტრირებულ დასტას ემატება 1 ბარათი, ხოლო მოთამაშეები დასტიდან თითო ბანკოს იმატებენ. მოთამაშე საკუთარ სვლაზე იმდენ ბარათს უნდა ჩამოვიდეს, რამდენი ილუსტრაციის წაღების შანსიც აქვს. თუმცა მათი წაღება მაშინათვე არ შეიძლება. ის მოწინააღმდეგეების სვლებს უნდა დაელოდოს. მომდევნო სვლის დაწყების წინ ბანკოს იმატებენ მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებსაც ხელში 6-ზე ნაკლები ბარათი უჭირავთ. მაგიდაზე კი იმდენი ილუსტრაცია უნდა დაემატოს, რომ მათი რიცხვი კვლავ 4-ს გაუტოლდეს. თამაში ბოლო ილუსტრაციის გათამაშებამდე გრძელდება. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ასე რომ ითამაშეთ შაირობა, გაერთობით, თან ცოდნას გადაამოწმებთ.